მოგესალმებით პატივცემლო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია 22 საათი და ჩვენ ეთერში ვართ და ჩვენ გვყავს ბატონი გიორგი ლილვაშვილი, პარტია საქართველოს თავმჯდომარე და სამხედრო ექიმი. გამარჯობა ბატონო გიორგი, მივესალმოთ ტელემაყურებლებს და გამარჯობათ, მივესალმები თქვენი ტელევიზიის მაყურებელს. დიდი მადლობა, როდესაც მომიწვიეთ აქ და სხვათა შორის ის თემა, რომელიც დღეს უნდა წამოიჭრეს, მნიშვნელოვანი არის და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ იმ ხელისუფლების პერიოდში ხდებოდა, დღესაც დღის წესრიგში დგას და გამოსვლა. ბატონო გიორგი, ჩვენ მე მოგიწვიეთ იმის გამო, თქვენ ბრძანდებოდით სამხედრო ექიმი 9 წლიანი რეჟიმის დროს თავდაცვის სამინისტროში, ხო? თავდაცვის სამინისტროში მე ვიყავი 2004 წლამდე 93 წლიდან მოყოლებული. ანუ იქიდან გამომდინარე, მაშინ რა ხდებოდა, რა იყო იქ, რომელიც ჩვენ რა თქმა უნდა კულისებს მიღმა ვისაუბრეთ და კითხვები ამიტომ წამოვიდა თქვენს მიმართ. და მოდი ხوار დავიწყოთ პირდაპირ კითხვის გარეშე, რა ხდებოდა მაშინ თქვენ მე მგონი გამოიარეთ რამოდენიმე თავდაცვის მინისტრები. არა მარტო მინისტრები, არამედ სისტემა შეიცვალა იმ პერიოდში. ანუ 93 წლიდან მე ჩავაბარე. ანუ ჩვენ რასაც ვისაუბრებთ ახლა იმ 9 წლიანი რეჟიმის დროს თავდაცვის სამინისტროში რაც ხდებოდა ბატონო გიორგი, ამის დამამტკიცებელი საბუთები არსებობს, ხო, რა თქმა უნდა, თქვენ ისაუბრეთ იმაზე, რაც მტკიცებულებებთან ახლოს გაქვს ხელი, რა თქმა უნდა, რაც მაშინ ხდებოდა და რაც ახლა ხდება, იმასაც ვისაუბრებთ და მე მინდა დავიწყო 90-იანი წლებიდან, როდესაც მე შეიარაღებულ ძალებში მოხვდი ჯერ კიდევ მოხალისედ 92 წელს მოხალისედ წავედი საინსტრუქტორად. 93 წელს უკვე შეიქმნა სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტი სამედიცინო უნივერსიტეტში, ჩავაბარე ამ ფაკულტეტზე და შემდგომ უკვე ოფიციალურად ვიყავი შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი და თავისთავად ქართული ჯარი როგორ იქნებოდა, თავიდან ბოლომდე ფაქტურად ჩემ ხელში გაიარა. პრობლემები, რა თქმა უნდა, თავიდან საკმაოდ დიდი იყო. რუსი ჯარი, როდესაც გადიოდა და ტოვებდა სამხედრო ბაზებს, არ გვიტოვებდა ის მოწყობილ ბაზებს, ის გვიტოვებდა დამალულ ნაღმებს, სხვადასხვა ქიმიური, ბაქტერიული და რა ვიცი, უამრავი იარაღის სახით სამარხებს და როდესაც ვაზიანში უკვე სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრეთ, სამხედრო სამედიცინო ფაკულტეტი და გამანაწილეს უკვე სამხედრო ნაწილში პირველი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის სამედიცინო სამსახურის უფროსად, ექიმად. იმ პერიოდში პირველი ბრიგადა გადავიდა ვაზიანში. ვაზიანი დატოვა რუსის ჯარმა და დაჩქარებული წესით შევიდა იქ ქართული ჯარი. ნუ მაშინ გვარდია აქვიოდა, ხო? არა, თავდაცვის სამინისტრო იყო, ჩვეულებრივად თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფი იყო, პირველი მექანიზირებული, ისა მე-11 მექანიზირებული ბრიგადა ერქვა, სამხედრო 10-150 ზუსტად აღარ მახსოვს ახლა ნომერი, ხო და როდესაც შევედით ჩვენ ვაზიანის ბრიგადაში, საკმაოდ დაბინძურებული იყო. ეს რომელი წელი იყო? ეს იყო 2000-2001 წელი. 2001 წელს შევიდა ძირითადად. ჯერ კიდევ შევარდნაძის დრო იყო. კი, შევარდნაძის პერიოდი იყო, როდესაც რუსის ჯარმა დატოვა. მაგრამ საინტერესო ფაქტი ის იყო, რომ როდესაც რუსის ჯარი გადიოდა, მაშინ შემოწმება რო ჩაატარეს რადიაციული ფონის რუსების წინააღმდეგ ტერორისტული აქტი იყო განხორციელებული და ნაწილის ტერიტორიაზე რადიაციული ნივთიერებები იყო მიმობნეული. ანუ თავად შტაბი სადაც იყო განთავსებული, იქ რადიაციული ნივთიერებები იყო დაყრილი და თვითონ რუსებიც გაოგნებულები იყვნენ, იმიტომ რომ ფაქტურად მათზე ხორციელდებოდა ეს თავდასხმა. რუსის ჯარი, როდესაც გავიდა, დატოვეს მათ სხვადასხვა შეიარაღება, დაზიანებული, ასევე რომელიც არ ჭირდებოდა დატოვეს. რომელიც არ ჭირდებოდა, მაგრამ ამასთან ერთად დატოვეს რადიაციული ნივთიერებები. რადიაციული ნივთიერებები დაუცველი მოხდა ისე რომ ნაწილი რუსების მიერ იყო
ასე რომ ვთქვათ, სამარხები გაკეთებული იმ ტერიტორიაზე, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამარხები იყო აზიანის ტერიტორიაზე, როდესაც საქართველოში იყო ინფექციური გოსპიტალი, მეორე მსოფლიო ომზე ვსაუბრობ, იქ გარდაცვლილი ადამიანები იმარხებოდნენ აზიანის მიმდებარე ტერიტორიად და სამარხების ადგილსამყოფელი ჩვენთვის უცნობი იყო. თუმცა ჩემი ფაკულტეტის უფროსი ზურაბ კაცაძე ზუსტად ამ ნაწილში სახურობდა საბჭოთა პერიოდში და 80-იან წლებში, როდესაც სამხედრო ნაწილი გაკეთდა აზიანის ტერიტორიაზე, საბჭოთა ნაწილი. მაშინ კარანტინი იყო გამოცხადებული, სერიოზული პრობლემები იყო, მაშინაც წყლის პრობლემა იყო. დაბინძურებული წყალი იყო და სასმელ წყალზეა საუბარი, უბრალოდ იმ ტერიტორიაზე ეს წყალი არც სასმელად და არც ტექნიკური მიზნებისთვის არ გამოიყენებოდა და ხდებოდა ისე, რომ წყალი ბინძურდებოდა, სამარხები გამოირეცხებოდა, ხდებოდა მილებში და ცენტრალიზირებულად მიეწოდებოდა სამხედრო ნაწილს და ჯარისკაცები დაავადდნენ, კარანტინი გამოცხადდა, ჩაკეტილი იყო. ფეკალიები იყო მიდიოდა. ხო, არა მარტო ფეკალიებზე არ აქვს საუბარი, აქაა საუბარი ინფექციური ავადმყოფების სამარხების გამორეცხვაზე. ანუ დაბინძურება ხდებოდა ინფექციური დაავადებების, შავი ჭირი და ქოლერა და უამრავი საშინელებები ხდებოდა და მაშინ გამაფრთხილა მე რომ აი ეს პრობლემა გქონდა, აქ ქონდა პრობლემა და ამას მიაქციე ყურადღება. ვინ გაგაფრთხილეთ? ჩვენი ფაკულტეტის უფროსმა ზურაბ კაცაძემ. თავისთავად, როდესაც მივედი პირველ რიგში უსაფრთხოების ზომების დასაცავად შევამოწმე ის ძველი სისტემები, რაც ჰქონდათ მაშინ საბჭოთა კავშირის დროს გაკეთებული, დავიწყეთ მისი აღდგენა, თუმცა შეუძლებელი იყო იმის აღდგენა, იმიტომ რომ წყლის მილები ფაქტურად დაზიანებული იყო, თბილისიდან წყალი არ მიეწოდებოდა, ლუდმა კასტელმა მაშინ გადაუჭრა რუსულ სამხედრო ნაწილს, საბჭოთა სამხედრო ნაწილს წყალი და ლუდის ჩამოსხმა დაიწყო, თბილისიდან წყალი არ მიეწოდებოდა აზიანს, სართიჭალიდან მიეწოდებოდა, ხოლო სართიჭალიდან წამოსული წყალის მილები ნიადაგი იყო მარილიანი და სადღაც ერთ კვირაში წერტქრებოდა, მიწაში აღარ არსებობდა ეს მილები. ამიტომ ძირითადად ხდებოდა ისე, რომ აზიანში არსებული წყაროსწყლების დაგროვება ხდებოდა და ამ წყაროსწყლებს აწვდიდნენ ცენტრალიზირებულად სამხედრო ნაწილს და ასევე იქ იყო სამხედრო ქალაქი, სადაც ცხოვრობდნენ ეკომიგრანტები აჭარიდან და ასევე დევნილები აფხაზეთიდან. ბატონო გიორგი, მაშინ ხო არსებობდა რუსის სამხედრო ბაზა მანდ აზიაში? რუსის სამხედრო ბაზა სასწრაფო წესით დატოვეს მას შემდეგ, რაც თბილისიდან წყალი გადაუჭრეს და ლუდმა კასტელმა დაიწყო ლუდის ჩამოსხმა იქვე ლილოში. ამან განაპირობა, იმიტომ რომ აზიანი არის ნახევრად უდაბნო, ავღანეთში წავსვლილ ჯარისკაცებს მადამზადებდნენ ადაპტირება რომ მოეხდინათ ავღანეთთან შესაბამისობაში და შესაბამისად იქ წყალი არის სასიცოცხლო მნიშვნელობის და დაბინძურებული წყალი, როდესაც ფაქტურად დასალევად არ ვარგოდა, დასაბანად არ ვარგოდა და საშინელება ხდებოდა. შევიდა ქართული ნაწილი, ქართული ქვედანაყოფი და ქართულ ქვედანაყოფს იგივე პირობები დახვდა, რაც რუსებს შეუქმნეს. ის იყო გამოსასწორებელი. რაღაცა პერიოდის განმავლობაში საინტარული სამსახური საკმაოდ სერიოზულად მუშაობდა, გენერალიტეტი იყო თავად ჩართული ამ საკითხში და აზიანში მიდიოდა აი მუშაობა, რომ ეს წყალი ყოფილიყო წყალს ქლორავდით, ამუშავებდით, რომ ჯარისკაცები ცუდად არ გამხდარიყვნენ. როდესაც შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ წინაპირობა რა იყო, სამ ხელისუფლება შეიცვლებოდა, მოხდა ასეთი რამ. როდესაც შეიქმნა პირველი კომანდოს ბატალიონი, რა თქმა უნდა, კომანდოს ბატალიონზე მთელი საქართველო იყო, ასე რომ ვთქვათ, მასზე იყო გადართული სუმთლიანად მუშაობა, მთელი შეიარაღებული ძალების და ხდებოდა მკაცრი სამეცნიერო კონტროლი, ჯარისკაცების შერჩევა და რა თქმა უნდა, ყველა ჯამთელი შევარჩიეთ, იქ არ შეიძლებოდა ფიზიკური დატვირთვისთვის უნდა გაეძლოთ მათ და უშუალოდ ამერიკელები ამზადებდნენ. ამიტომ იყო ეს მნიშვნელოვანი ბატალიონი, პირველი კომანდოს ბატალიონი იყო. რა თქმა უნდა, მათ თავს ვეულებოდით, მაგრამ წყლიდან გამომდინარე, წყლის პრობლემა, როდესაც
შეიქმნა და ვერ გვარდებოდა, ჯარისკაცები დაავადდნენ სხვადასხვა ინფექციური დაავადებებით, ძირითადად იყო ისეთი გადამდები ინფექციური დაავადებები, რომლებიც ადამიანში იწვევდა სიბრმავეს, უშვილობას, რა ვიცი, ძალიან ბევრ ცუდ რამეს. მე არ მინდა ახლა ეს გავაგრძელო და კიდევ უფრო მეტად დავძაბრო ჩვენი მოსახლეობა, მაგრამ ეს იყო საკმაოდ სერიოზული პრობლემა. ერთი დადებითი ქონდა კომანდოს ბატალიონს, რომ მათ შეეძლოთ წასულიყვნენ და დამოუკიდებლად სამედიცინო კვლევა ჩაეტარებიათ, მაღალი ანაზღაურება ქონდათ და ეს გააკეთეს კომანდოს ბატალიონის ჯარისკაცებმა, თუმცა ჩემმა ჯარისკაცმა შეძლო ამის გაკეთება. ამ პერიოდში ბრიგადის მეთაური იყო კობა ლაჭყებიანი და იქ ხდებოდა ისე, რომ იმის მაგივრად, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებია, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სამედიცინო სამსახურს არ ემუშავა შესაბამისად და დაფარულიყო ეს პრობლემა. მაგრამ ეს პრობლემა მარტო ერთ-ორ ადამიანს არ ეხებოდა, ეს ფაქტიურად ცელდებოდა მთელ ქვეყანაში, იმიტომ რომ ის ჯარისკაცები დღის მეორე ნახევარში სახლში მოდიოდნენ, თბილისში ცხოვრობდნენ და გადამდები ინფექციური დაავადება მათი ოჯახის წევრებს გადაედებოდა და ქვეყანაში ვრცელდებოდა. კომანდოს ბატალიონის ჯარისკაცებმა ანალიზები გაიკეთეს, აღმოაჩნდათ ინფექციური დაავადება გამწვავებულ მდგომარეობაში, ასევე ჩემ ჯარისკაცსაც, ერთ ჯარისკაცს ამას მოყვა განგაში და თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა დაეწყო გამოკვლევა ჯარისკაცების. წაიყვანეს კომანდოს ბატალიონის რაღაც 100 ჯარისკაცი პირველ შემოწმებაზე, 100-ს დაუდასტურდა ეს დაავადება და როდესაც ახლა ამის გამართლება უნდათ, რა თქმა უნდა, შეწყვიტეს მეტი კვლევა აღარ ჩაუტარებიათ, უკვე ყველაფერი სახეზე იყო, ეპიდემია იყო და მოლოდინსაც კი გადააჭარბა, რა თქმა უნდა, ის ჩაკეტილი უნდა ყოფილიყო ბაზა, მაგრამ აქ დაიწყეს თავის მართლება გარკვეულმა წრეებმა, მოაწყვეს ეს ჯარისკაცები და უხსნიდნენ, რომ თქვენო ეს დაავადებაო, იმიტომ გაგიჩნდათო, თქვენო რკინიგზის სადგურზე რო დადიხართო და სუბუქი ყოფაქცევის ქალებთან რო დადიხართო, იმათმა გადმოგდესო და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა რადონის აბსურდი უნდა იყოს, გამოდის რომ ცირკთან მდგომი და ვაგზალზე მდგომი ქალბატონები მეშვეობით მოხდა ჩვენი შეერაგებული ძალების წყობრიდან გამოყვანა. იქ ქალების დაავადებული ყოფილა, მაშინ არა, მარტო ქალებზე არ არის აქ პრობლემა. რა თქმა უნდა ჩვენ არ დავეთანხმეთ არც კომანდოს ბატალიონის მაშინდელი ექიმი არ დაეთანხმა ბესო ყურაშვილი და ერთად ავდექი დავიღეთ წყლის ანალიზი, იმიტომ რომ წყლის ანალიზის პასუხი მოდიოდა რომ შესაბამის ნორმებს, ანუ კარგია წყალი. მოვკიდეთ ამ წყალს ხელი ჩვენ თვითონ ავიღეთ და ჩამოვედით ნათაძის სახელობის ჰიგიენის ინსტიტუტში, სადაც კეთდებოდა ეს ანალიზები. იქ როდესაც მივედით, დახვდა ქალბატონი ლაბორატორიის ხელმძღვანელი და გაუხარდა ჩვენი დანახვა, რომ ვაზიანიდანო თქვენ რომ ჩამოდითო, აქო ხალხიო გეძებთო და რას ქვია გვეძებს მეთქი და ძალიან აინტერესებთ ვაზიანის წყაროს წყლებიო. რას ქვია აინტერესებთ, რა ხდება მეთქი და წყლის ჩამოსმა უნდათო და თქვენი წყალი იმდენად სუფთა არისო, გაფილტრო არ ჭირდებაო. რას ქვია გაფილტრო არ ჭირდება, აი რომ მოდისო ანალიზებიო. მაგალითად ბორჯომის წყაროს წყლებსო და რაც იყიდება მაღაზიებში წყაროს წყლები და სუფთა წყალი, იმასო ფილტრავენო, წმინდავენო და თქვენი წყალიო არ საჭიროებს ისეთი სუფთა არისო. ამოუღეთ ახლა ჩამოტანილი, აი სუნი არ ვიცი რა შეიძლება გემოს ვინ გაუსინჯავდა, იმას ამყაყებული საშინელი ფერი. ვულკანის წყალი. ვულკანის წყალი, რა თქმა უნდა. და როდესაც ესაა ჩვენი წყალი თქო და უკვე მიხვდა ის ქალბატონი რაშიც იყო საქმე თურმე ვისაც ჩამოქონდა იქიდან ბრიგადის ნაწილიდან ეს წყალი გაიღებდა დიდი სამბით ნახავდა და მოდიოდა და აქცევდა ამ წყალს ყიდულობდა მაღაზიაში სუფთა წყალს ასხავდა იმას და ბორჯომის წყაროს წყლების ანალიზს აკეთებიებდა ამ ლაბორატორიას. რა თქმა უნდა ამ ლაბორატორიამ შესაბამისი დასკვნა დადო სანიტარული სამსახურიც გვერდში დაგვიდგა მაშინ თავდაცვის სამინისტრო სანიტარული სამსახური, მაგრამ ის აუცილებლად ბრიგადის მეთაურმა ნაწილის ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტრო სანიტარული სამსახური არ შემოუშვა, რომ შეემოწმებია. იმიტომ ძალიან კარგად იცოდნენ რაც ხდებოდა იქ და რა მდგომარეობაც ჰქონდა იმ ჯარს. ეს ცნობილი იყო და იმის მაგივრად რომ აღმოეფხრათ
პირიქით მალავდნენ ამას და ხელს უწყობდნენ იმისათვის, რომ ფული ეკეთებიათ და შესაბამისად ზიანი მიეყენებიათ ფაქტურად კომანდოს ბატალიონი გამოიყვანეს წყობრიდან. და არა მარტო კომანდოს ბატალიონი, როტაცია ვაზიანის ბაზაზე 3000 კაცი იყო დაახლოებით ყოველწლიურად. ამას დამატებული ვაზიანის დასახლება და როდესაც ამ საკითხზე ავტეხეთ ერთი ამბავი, მე როგორც საუკეთესო ოფიცერი გამიშვეს ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად. მაგრამ იმავე დღეს, იმავე მეთაურმა კობალაჭყებიანზეა საუბარი, სამსახურეული შეუფერებლობით დამითხოვა. ანუ ორივე წარდგენა წავიდა გია ჯაჭვაძის მეშვეობით, რომელიც დღეს არის თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის სამინისტროს საკადრო პოლიტიკას და საერთოდ მთელ სისტემას ეს კაცი ხელმძღვანელობს ამ ხნის განმავლობაში და არის გიორგი ბარამიძის ახლო ნათესავი. მე ამას რატო ვაკეთებ, მე მივალ. თქვათ ყველაფერი რაც კი მოხდა იქ. ეს ადამიანები ანუ გამიშვეს რა ვითომ როდესაც დადგა საკითხი რომ ანუ რატო დადგა თქვენთვის თქვენი საკითხი ოღონდაც მოვშორებული ყავ ანუ თქვენ იძიებდით ამ წყლის რა თქმა უნდა ეს გამოვიძეთ და როდესაც ეს საკითხები დადგა და მე ამათმა უკვე ამერიკაში უნდა წავსულიყავი მაშინ მითხრეს რომ დათხოვნილი ხარ შეერაღებული ძალებიდანო მამდე ენის კურსებზე ვიყავი მივლინებაში ანუ მივლინებაში მყოფი დამითხოვეს ეს სააკაშვილის პერიოდია თქვენ უნდა ეს უკვე სააკაშვილის პერიოდი არის ეს უკვე სააკაშვილის პერიოდი და თავდაცვის მინისტრი ვინ იყო მაშინ თქვენ უნდა გითხოვეს რო დაგვითხოვეს ბარამიძე იყო მაგრამ უკვე ოქრუაშვილი მოვიდა ბარამიძე დააწერინეს ბრძანება 521 კაცი ორი ბრძანება დაწერა ორ ბრძანებას მოაწერა ხელი ერთი იყო 521 ოფიცრის განთავისუფლებაზე გია ბარამიძემ და მეორე 1800 ოფიცრის გათავისუფლებაზე, რომლის ავტორი იყო გოგრიჭიანი, კადრებში პოლკოვნიკი გოგრიჭიანი და გია ჯაჭვაძე. ერთად შეადგინეს ეს ისევ დაითხოვეს ფაქტურად მთელი შეერაღებული ძალები გაუშვეს თადარიგში. ამ ბრძოლის შედეგად, როდესაც ეს პროცესი ახლა როდესაც გამანთავისუფლეს თავისთავად გავასაჭირე და მივედი და ვიკითხე ნორმალური არის რომ რატო გამანთავისუფლეთ დათხოვნის ბრძანება ხო არ მაგიცეს არ მომცეს დათხოვნის ბრძანება არ მომცეს საერთოდ ახსნა განმარტებაც არ უნდა და ბოლოს ისიც კი მოაყოლეს წაიდა თუ გინდა გვიჩივლე რაც გინდათ ისქენი წავედი ვიჩივლე და მოვიგე სასამართლო 521 ოფიცერი აღვადგინეს შეერაღებულ ძალებში სასამართლო დააკმაყოფილა თქვენ წარმოიდგინეთ მიშას პერიოდში სასამართლო მოვიგეთ. და ამ საინტერესო ის არის რომ ირაკლი ოქრუაშვილია უკვე მინისტრი და ირაკლი ოქრუაშვილმა კი არ აღასრულა ეს ბრძანება, არამედ სასამართლოს მიერ ბათილად ცნობილ აქტში შეიტანა ცვლილება გამოს ახალი ბრძანება და 2 წლით უკან რიცხვი დაგვითხოვა. ლევან ნიკოლაიშვილი ვინ იყო მაშინ? ლევან ნიკოლაიშვილი გახდათ გენერალური შტაბის უფროსი. დღეს ბატონი ლევან ნიკოლაიშვილი ძალიან აქტიურად გამოდის პოლიტიკაში და ძალიან აქებს ქართულ ოცნებას, მაგრამ მე მინდა ქართულ ოცნებას უთხრა, რომ ეს ბატონი თავდაცვის სამინისტროში, როდესაც იყო ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის დროს, გენერალური შტაბის უფროსი, ზუსტად მაგ დროს პირველი კომანდოს ბატალიონი ერაყში, როდესაც უნდა წასულიყო, ჩაუტარეს ამერიკელებმა სამინისტრო შემოწმება და კომანდოს ბატალიონის 30% ჰეპატიტი აღმოაჩნდა. ფაქტიურად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საერთოდ ბატალიონის არსებობაც და წასვლაც სამშვიდობო ოპერაციებში. ანუ სახსალამათი ჯარისკაცები, რომლებიც მივიღეთ შეერაღებულ ძალებში კომანდოს ბატალიონის ჯარისკაცები, რომლებიც გააცნეს ამერიკელებმა სხვადასხვა ინფექციური დაავადებები შეყარეს და მათ შორის იყო მწვავე ჰეპატიტი და გამწვავებული მდგომარეობა და მოხდა შემდგომში აი ამ ნაწილების ასე რომ ვთქვათ გადანაცვლება, რა თქმა უნდა ეს 30% კომანდოს ბატალიონის არ გაუშვეს ერაყში სამშვიდობოზე, სხვა ჯარისკაცები ჩაანაცვლეს, მაგრამ აქ სხვა რამ მოხდა. აღნიშნული საკითხი გამოაქვეყნა ასეთი გაზეთი გამოდიოდა თუ ემახსოვრება საზოგადოებას
ძველგაზრდებს უნდა ახსოვდეთ, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეებს, ვინც მსახურობდა მაშინ 24 საათის დამატება სამხედრო. და ამ გაზეთში დაიწერა ორი სტატია. ერთი სტატია ეხებოდა ზუსტად ამ პრობლემებს, ლევან ნიკოლეიშვილთან ინტერვიუს და შესაბამისად აი ამ საკითხების წინაპლანზე წამოწევა მამუკა ბალახაძეს, მაშინ მამუკა ბალახაძე გახლდათ კომანდოს ბატალიონის მეთაური. და მეორე სტატია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სანიტარული სამსახურის უფროსის მიერ იქნა დაწერილი და მიცემული, ეს ეხებოდა ვაზიანის წყლებს და რა მდგომარეობა იყო ამ ვაზიანში. ასევე მე მიმართე ახალგაზრდა იურისტებს იმ პერიოდში, ან დოლიძე იყო ახალგაზრდა იურისტების პრეზიდენტი და თამარ კორძაია იყო ასევე იურისტი. უშუალოდ ანი დოლიძეც გვერდში დაგვიდგა, ირაკლი სესიაშვილიც მაშინ სამხედროების უფლებებს იცავდა, თადუმაძეც იცავდა ოფიცრების უფლებებს. თადუმაძესთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ თავდაცვის სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის უფროსიც კი გახდა, თუმცა შემდგომში ვიტყვი მაგ საკითხსაც. და როდესაც ეს პრესკონფერენცია ჩანიშნა ახალგაზრდა იურისტებმა, მანამდე წყლის ანალიზები გავაკეთეთ ჩვენ ნათაძის ჰიგიენის ინსტიტუტმა, მათი ლაბორანტი ავიყვანეთ იქ ქალბატონი თამარ კორძაია პირადად იმყოფებოდა ვაზიანში და ერთად შემოვიარეთ ყველა წერტილი, სადაც ხდებოდა წყლის შევსება, მოწოდება ონკანებიდან და ჩაატარეს ლაბორატორიული კვლევა. ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ ეს წყალი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით დაუშვებელია მისი სასმელად და საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ტექნიკური თვალსაზრისითაც მისი გამოყენება. გადაწყდა პრესკონფერენციის ჩატარება. იმ ხელისუფლებაში, მიშას ხელისუფლებაში ოქრუაშვილია მინისტრი, ერთადერთი პირველი პრესკონფერენცია, რომელიც დაიბლოკა, იყო ეს პრესკონფერენცია. თავდაცვის სამინისტრომ მაშინ დაბლოკა ეს პრესკონფერენცია, ჟურნალისტებს აუკრძალა მისვლა და არ მოხდა მისი გავრცელება საზოგადოებაში, რაზეც მაშინ ახალგაზრდა იურისტებმა მართლაც ივაშკაცეს და აღნიშნული ინფორმაცია საელჩოებს მიაწოდეს, დაბლოკეს, თუმცა ახალგაზრდა იურისტებმა ივაშკაცეს და შესაბამისად ინფორმაცია გაიტანეს საელჩოებში, სადაც აღმოჩნდნენ კცოვანი ელჩები, ვისაც ახსოვდა პანდემიების და ეპიდემიების შედეგები, რაც კატასტროფები მოახდინა მთელ მსოფლიოში და მათი მოთხოვნა იყო, რომ სასწრაფოდ აღნიშნული საკითხი უნდა გაშუქებულიყო და საზოგადოებას უნდა ცოდნოდა ამის შესახებ. ტელევიზიები ამის შემდეგ ერთი მეორეს ასწრებდნენ, რომ აღნიშნული საკითხი გაეშუქებია, თუმცა ძირითადი საკითხი, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი და იქ რეალური საშიშროება რა იყო, ამასთან დაკავშირებით არც ერთ ხმა არ ამოუღია, რა თქმა უნდა, ჩემი პრესკონფერენცია არც არავის გაუშუქებია და შესაბამისად არ მოყოლია მას არანაირი რეაგირება. გარდა იმისა, რომ შავსიაში შემიყვანეს და ფაქტიურად არც თავდაცვის სამინისტროში მოგვეცა საშუალება სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებულიყო და არც შემდგომი პროცესები განხორციელებულიყო. მე ასევე მინდა თქვა, რომ აი ეს გაზეთი სამხედრო, რომელიც აშუქებდა მაშინდელ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებს და სხვათა შორის ძალიან კარგი ჟურნალისტები იყვნენ. მე მინდა გავიხსენო ნინო კოტარია, ზვიად თხელიძე, რომელიც სამწუხაროდ ტრაგიკულად დაიღუპა გადაღებების დროს, მდინარეში გადავარდა. ცოტა გულიც დამწყდა და არ მინდა ახლა თქვა, რომ ზვიადი მოკლეს. არ მინდა ეს თქვა, თუმცა ზვიადს ჰქონდა უზარმაზარი ინფორმაცია
არა მარტო თავდაცვის სამინისტროზე, არამედ ის იყო სამხედრო ჟურნალისტი და შესაბამისად ისეთ წერტილებში იღებდა, სადაც ჩვეულებრივი ჟურნალისტები ახლოსაც ვერ გაივლიან. 2008 წლის ომის მონაწილე იყო თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ოპერატორად იყო და იღებდა წინახაზე, იღებდა უშუალოდ თელამოვლენებს. ასე ტრაგიკულად დაიღუპა ბატონი ზვიადი. რაც შეეხება ამ გაზეთის რედაქტორს თემურ სირაძეს, დღესდღეობით ბატონი თემური არის საგვერდ გაქცეული, წაღებული აქვს მასალები, უზარმაზარი მასალები, არა მარტო 2008 წლის, არამედ აფხაზეთის ომის, სამაჩაბლოს ომის მოვლენებით და უამრავი დოკუმენტაცია, რომლითაც ამხელს მაშინდელ ხელისუფლებას, რომელიც იყო მაშინ. მაშინდელ ხელისუფლებას და დღეს ხელისუფლებაში რომ მოდიან და პატიოსან ადამიანებად წარმოგვიდგებიან იმ ადამიანებსაც. შემდგომში მდგომარეობა ისე წარიმართა, რომ ჩემი თქვენ რას ფიქრობთ, ბატონო გიორგი, რა მასალა უნდა ქონდეს წაღებული, რომელიც იმ პერიოდში მარტო გადმოსვენების საკითხებთან დაკავშირებით ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა იქ საბრძოლო მოქმედებაში 2008 წელზე ვსაუბრობ. არა, მე ვსაუბრობ აფხაზეთის ომიდან დაწყებული. აფხაზეთის ომიდან დაწყებული, მოყოლებული 2008 წელშიც და ანუ უზარმაზარი ინფორმაცია იყო თავმოყრილი და რატო გაიქცა ეს კაცი? რა იყო ამის მიზეზი? მის და მისი ოჯახის სიცოცხლე საფრთხე შეექმნა. ანუ ნაციონალური მოძრაობა ემუქრებოდა ამ საფრთხეს. არა, ეს ამ ხელისუფლების ხელში გაიქცა. ნაციონალების ხელში მე რატო ვამბობ? იმ პერიოდში რაც ხდებოდა, ხო, აღწერე და ეს ხალხი გაიქცა ამ ხელისუფლების პერიოდში და რატო გაიქცა მაგასაც გეტყვით. აგერ ახლახანს ტელევიზიით უყურე ბატონი ლევან ნიკოლეიშვილი გამოდის ერთ-ერთი პარტია შეუქმნიათ ნეიტრალური საქართველოს და აქტიურად არის დებატებში ჩართული. კაცი რომელიც ოქრუაშვილის გვერდში უნდა იჯდეს და ციხეს უნდა ხეხავდეს, აგერ მორალს გვიკითხავს და ოცნების ერთ-ერთი პროპაგანდისტი გამხდარა და ოცნებას აქებს ადიდებს. თადუმაძე არის და აგერ ახლახანს მამამ ვითომ თავი რო ჩამოირჩო ზურაბ ჯორბენაძეზეა საუბარი, რომელიც გახლავთ კუდის კონდაზვერის უფროსის მოადგილე, კაცმა ჩემი აგენტი იყო, მე შევიყვანეო ქართულ ოცნებაშიო და ბიზნესთან ჩემი მეშვეობით მოხდაო და ასეთი ჩანერგილი ადამიანები, რომლებიც დღესდღეობით ხელისუფლებაში იმყოფებიან და ცდილობენ რომ ისევ პოლიტიკაში მოვიდნენ, ისევ დადგნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამათ გამომოხდა, რომ ეს ხალხი გაიქცა. ქართული ოცნების პერიოდში გაიქცა. უამრავი მკვლელობები არის გაუხსნელი, რომელზეც რეაგირება არ ხდება. უამრავი ადამიანია. ოცნებამ ეხლა მოდი აგერ გეტყვით, რომ მოდი ესე ვთქვათ, რომ ქართულმა ოცნებამ ძალიან ბევრი საკითხები, ანუ დანაშაულები გამოიძია და წავიდა ხალხი ციხეში მაგ მხრივ. თუნდაც ნაციონალური მოძრაობის პერიოდში მითხარით, აბა ვინ? აგერ გეუბნებით ლევან ნიკოლეიშვილი. ლევან გენშტაბის უფროსი იყო თავდაცვის სამინისტროში. ახლა გავაგრძელოთ. თუ შენიღბული სახე აქვს ახლა ლევან ნიკოლეიშვილის, მაგაზეც გამოიკვლევენ სავარაუდოდ. ვისი შენიღბული აქვს? გენშტაბის უფროსი იყო, კაცი, მაგაზე. არა, იყო გენშტაბის უფროსი, მაგრამ გავაგრძელოთ, არა მე დანაშაულები ქონდა ამგას ჩადენილი, კაცო. აბა ახლა გენშტაბის უფროსი იყო და თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები ოქრუაშვილის დროს იყო გენშტაბის უფროსი. კი, აბა. კი. ერთად აკეთებდნენ შავ საქმეებს და ახლა მაგას გეუბნებით. კადრების უფროსი, რომელიც ჯერ მე-11 ბრიგადის კადრების უფროსი იყო გია ჯაჭვაძე და დღეს უკვე თავდაცვის სამინისტროში უფრო დააწინაურეს და ორჯერ გაუშვეს ამერიკაში სასწავლებლად, კარგად რომ ჩანერგილიყო. მისი მეშვეობით მოხდა ეს ჯარისკაცების ოფიცრების გამოყრა 521 ოფიცერი, 1800 ოფიცერი. ეს კაცი იყო, ვინც აქციებს აკეთებდა და ეს მე ვიცი მარტო და თვითონ არიციან.
თავდაცვის სამინისტროში კოლ-ცენტრი რო ქონდათ გაკეთებული, ეს მე ვიცი და მაგათმა არ იცია? ვის ქონდა კოლ-ცენტრი გაკეთებული? ვის ქონდა, ვინც იყო თავდაცვის ახლა ქონდათ, ახლა, და გენერალი ქალი რო ყავდათ იქ თავდაცვის სამინისტრო ძალიან დიდ ბრალდებებს უყენებ ახლა აი ბრალდებს აგერ ვართ და დამიბაროს პროკურატურამ და მოახსენება დამიბაროს პროკურატურამ აგერ გაზეთში დავწერეთ კვლელობებზე ხელს ვადებ კაცო მეტი რა უნდა უთხრა ალიამ გამოაქვეყნა ჩვენი პარტიის 9 კაცი არის მკვდარი და პარტიასთან დაახლოებული ადამიანები მოკლულები დღისით მზისით პარლამენტის გია კერვალიშვილი მოკლეს და იმას გვეუბნებიან რომ აუდიო და ვიდეო ჩანაწერი არ გვაქვს და ახლა მეტი რა უნდა თქვან ამათმა პარლამენტის კამერებითა სავსე ფეხი ვერ გადაუდგია კაცზე ტროტუარზე რო დგას ადამიანი იმას იჭერენ და აჯარიმებენ და ახლა თუ მოკლული ადამიანი ექსპერტიზაც დაადგენდა მაგრამ მაგას მე სადა ექსპერტიზი დასკვნა ხო და ახლა შეიძლება გულით მოკვდა ადამიანი, მაიგე არა გუშინძინ ეგერ მართვის მოწმობის აღების დროს მოკვდა კაცი გულით. მე მოვიდეს და მოხსენ ის კამერა დღისით ზისით პარლამენტში დავარდა. გვანახონ ის აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. ბატონო გიორგი ძალიან ბრალდებებს საყენებ. უბრალოდ ბრალდებას ავაყენებ ახლა. ზურა ჯორბენაძე ჰქონდა პარლამენტისა საპატრიარქოდან პატრიარქი როდესაც ავად იყო, მისი მონიტორინგი ხორციელდებოდა. აუდიო, ვიდეო ჩანაწერი მიმდინარე პირდაპირ უყურებდნენ პატრიარქს, რომ რამე არ მოსრულდა. ეს ვიდეოები არსებობდა. ზურა ჯორბენაძემ საიდან როგორ მოიპოვა ეს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ეს ვიდეო ჩანაწერები ბოლო დღის პატრიარქის სიკვდილის პროცესი ჩაუვარდა ხელში, აპირებდა მის გაშუქებას. და აღმოჩნდა, რომ დააპირა ჩამოეხშო თავი ამ კაცმა. თქვენ საიდან ამტკიცებთ, რომ ჯორბენა არა, ეს თქმა ეს არა ამტკიცებულება. მტკიცებულება ის არის, რომ ჩანაწერები ხო არის და გააშუქა. სადაა ჩანაწერები? ახლა რო ქონოდა გააშუქებდა მაშინ ჯორბენაძე, ხო? ჯორბენაძე თუ არ გააშუქებს, უშიშროებას ხო აქ ეგერ და გააშუქოს. არა, უშიშროებას და ჩანაწერები აქვს, ეგ სხვა საკითხია. არა, სხვა საკითხი. როდესაც საკითხი არა. მოდი, თქვენ საუბრობთ, ახლა გარდაცვლილი ადამიანის რაღაც არა, გასაუბრებს, ხო, ახლა ხო და მე რო ვსაუბრობ, იმან რა ძიმე ბრალდებაც არის, ახლა მოდი ვთქვა. კი, ვიცი რო არის. ხო, მაგრამ ახლა მტკიცებულება არ გიდევს და პირდაპირ ლაპარაკობ, ახლა. კი, პირდაპირ ვამბობ. საპატრიარქოში ეგ თქვენი მოსაზრებაა ბატონო არა ჩემი მოსაზრება იმიტოა თქვენი მოსაზრება არა ჩემი მოსაზრება არა დამხჩვალმა ჯორბენაძემ თუ თავი მოიკლა თუ მოკლეს ეგ არ ვიცი მაგრამ იმან თქვენ რა გითხრათ ეგ სიტყვაა ხო ხო და მტკიცებულება არა არა მაგარა მტკიცებულება ისაა რომ მათ ხო ჩაწერეს ეს კადრები ხო არსებობს არა საპატრიარქოში ვიდეო კამერები ხო არის ეს ჩანაწერები ხო არსებობს ხო მაგრამ თქვენ ახლა ამოიღეთ გვაჩვენონ თქვენ ეყრდნობით ჯორბენაძე არა ჯორბენაძე რო ამბობს რომ ჩანაწერები არსებობს არა ჯორბენაძე არის ჩანაწერები არის ჩანაწერი ხო მაგრამ ახლა არის ჩანაწერები არა საპატრიარქოში კამერები დგას არა დგას მაგრამ ახლა არა ეგრე არა მარა კამერები არის ჩანაწერები არის მონიტორინგი მიმდინარეობდა პატრიარქის ავად როდესაც იყო შესაბამისად ეს ჩანაწერები ბოლო დღის ჩანაწერები გვაჩვენა. მე ვფიქრობ ეგ არის ძალიან მძიმე ბრალდება და არა, მძიმე ბრალდება მართლა გეუბნები და მძიმე ბრალდება, ბრალდება არის მკვლელობის, კაცო. ვისი მკვლელობის? მკვლელობის ამსახველი კადრები არსებობს თქო. მაგას ვამბობ და გვაჩვენოს დაგვარწმუნონ მოსახლეობა, რომ პატრიარქი არ მოუკლია და ის თავისი ასე რომ ვთქვა, წლოვანებიდან გამომდინარე ისე მოკვდა. მოდი გიორგი ჩვენ ასე ვისაუბრებთ. ახლა რა შეეხება? არა. პატრიარქი ჯერ არის არ მოუკლავს. ეგ მე მაგას რითი ამტკიცებ? მტკიცებულება არც მე მიდევს და არც თქვენ გიდებთ. მე მიდევს მტკიცებულება ვამბობ აგერ. საპატრიარქოში დევს. კამერები რომელიც იწერდა ყველაფერს. ეს არსებობს. ეს ამტკიცებულება. მე ვერ დაგეთანხმები მაგაზე. ზვაზე არ არის ჩანაწერი? არა, ნუ იქნება ჩანაწერი, მაგრამ რო არ იყოს ეგრე და გვაჩვენონ. გარდაცვლილი ჯორბენაძის სიტყვაზე მოდიხარ. გვაჩვენონ. გარდაცვლილი ჯორბენაძის სიტყვაზე კი არ მოვდივარ.
იმ მოვლენებიდან გამომდინარეობ მარტო ჯორბენაძის სიტყვები რო იყოს კიდე რა უჭირდა იმ მოვლენებიდან გამომდინარე რაც შემდგომში განხორციელდა და ის პროცესები რაც ილაპარაკეს მეუფეებმა და რაც ილაპარაკეს თავრობის წარმომადგენლება ერთი მეორესთან შეუსაბამობაში არის და ეს თქვნის და პლუს ამას ჯორბენაძის სიტყვები რომელიც მე მან მითხრა რომ ეს კადრები მას ჰქონდა ეს უკვე ბევრ ამას ამტკიცებს და გვაჩვენონ ის კადრები ჩვენს დავისვენებთ არ გვექნება ეს განცდა რომ პატრიარქი ვიღაცა მოკლა ბატონო გიორგი თუ აღმოიფხრება თუ არა სულ სხვა არ არის ნახე რა არის თუ ფარული ჩანაწერები როდესაც მიშა ჩამოგდება მიმდინარეობდა ანუ ცოცხების ამბავი იქ კიდე თავდაცვის სამინისტროში კადრები რო ამოიღეს ერთი მეორეს რო უღებდნენ ისა ლოგინში ვირას შვებოდა და როგორ შვებოდა სხვა საკითხია მოდი სულ სხვა საკითხია არა სხვა საკითხია მაგრამ ჩვენ როდესაც პატრიარქს ვეხებით ახლა ამ შემთხვევაში თქვენ ეხებით მე პატრიარქს კი არ ვეხები კაცო პატრიარქი მოკლეს მკვლელობასთან დაკავშირებით მე მაგას ვამბობ მაგაზე მიძბი მკვლელობასთან დაკავშირებით 9 კაცია ჩვენი პარტიიდან მოკლული თქო კაცო ეგ როგორაა მოკლული მტკიცებულება არა გაგვდა საუბრობთ ისე გიორგი მტკიცებულება რომ აქ იმიტომ საუბრობ დადევი მაშინ მტკიცებულება და მტკიცებულება სიტყვა არის ზუსტად ის რომ მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს სამართალდამცავმა ორგანოებმა მე იმის კამერების ჩანაწერს ხო ვერ გამოვითხო პარლამენტიდან მე ვინ მომცემს და ეს უნდა დადოს საგამოძიებო უწყებამ თუნდაც ზურაბ ჯორბენაძეზე შენ კაცო თავ ზურაბ ჯორბენაძე რომ თავს არ ჩამოიხშობდა ჩემზე უკეთესად თქვენიც არა მე არ ვიცი არაფერი ახლა მოდი მე დავიხენებ რაღაცა ამიტომ მე როდესაც ამას ვამბობ ის მტკიცებულება უნდა დამიდოს საგამოძიებო უწყებამ და მე არ უნდა გამიჩნდეს ეჭვები თუნდაც იმასთან დაკავშირებით პატრიარქი მოკლეს თვითონ მოკვდა თუ რა მოუვიდა გიორგი მოდი ძალიან გთხოვ რა პატრიარქზე რომ ვისაუბრებთ ეს არის ძალიან მძიმე სიტყვა მოკლეს აი მართლა ძალიან მძიმე სიტყვა და მე მაგაზე ვერ წამოვალ თანხმობაში მაშინ გეტყვი რითია მკვდარი პატრიარქი ჩვენ ვიცით მოსახლეობამ ვიცით რაც გამოიტანეს ის რა გამოიტანეს ნუ რაღაც აი წყლული თუ რაღაც ახლა რითი ამტკიცებენ წყლულია თუ რა არის ექსპერტიზა ჩაუტარდა ხო ყავდა პატრიარქს ექიმი ყავდა პირადი ექიმები ყავდა რას ლაპარაკ აბა ხო და ეგა უბედურება პატრიარქი რითი ამკვდარი მითხრან ხო ყავდა ექიმები ხო და უთხრა საზოგადოებას უკვე მე ვინ უთხრა ექიმებმა არავის არ უთქვია დასკვნა ამისთვის აუცილებელი დასკვნა უნდა დაედოს პატრიარქი რითი ამკვდარი და ვიღაცა გამოდის იქ ყვება საჭმელი გადაცდა მეორე ყვება სისხლდენა ქონდა მესამე ყვება იმას და გულის კლინიკაში რა უნდა თუ კუჭიდან სისხლდენა ქონდა ხო და ამიტომ კიდევ ვიმეორებ ის ჩანაწერები და მე ვიცი რომ ზურაბ ჯორბენაძეს სამ პიროვნებაზე ქონდა გადაცემული ეს მასალები არა მარტო ეს ვიდეო ჩანაწერი არამედ სხვა მასალები მოსამართლეებზე პროკურორებზე და ასე შემდეგ არ ვიცი ახლა ეს პიროვნებები ვინ არიან ჩემთვის არ უთქვია მაგრამ ასეთი რამ თქვა თუ რამე მომივა ეს ადამიანები იზრუნებენ უსაფრთხო გარემოში როგორც კი მოხდებიან გააშუქებენ ამ ყველაფერს არ ვიცი როდის მოხდება მაგრამ ფაქტი ის არის რომ ეს მასალები თვითონ სპეცსამსახურებსაც უნდა ქონდეს მათ შორის უშიშროებას რომელიც იღებდა და მონიტორინგს აწარმოებდა საპატრიარქოში ასევე მე ხაზი მინდა გაუსვა ის პიროვნებები რომლებიც დღეს გამოდიან და ოცნების პროპაგანდისტები გახდნენ ესენი იყვნენ ნაციონალური მოძრაობის დროს დამნაშავე პირები მათ შორის აგარი ლევან ნიკოლეიშვილი გენერალური შტაბის უფროსი იყო მე ახლა დეტალები აღარ მინდა დავიწყო რომ 2004 წელს კომანდოს ბატალიონს წინახაზე რომ რიყის ქვები აუტანეს ლიმონკების მაგივრად ხო და ამიტომ ლუსტრაციის კანონი უნდა იქნეს მიღებული და ეს ნაძირალა აგენტურა რომელიც აქაა თავმოყრილი და ჩვენ კიდე თავს გვახვევენ კიდე უარეს დღეში გვამყოფებენ ესენი უნდა იქნენ საზოგადოებისთვის წარმოჩენილი და შესაბამისად თუ დასაჯელია უნდა დაისაჯონ თუ არა და საერთოდ არ უნდა მიეცეთ მათ მონაწილეობა პოლიტიკურ აქტივობებში ხელისუფლებაში მოსვლა უნდა აეკრძალოთ მათ
თავრობაში ვერ უნდა მოვიდნენ და პარლამენტში. თუ არა ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ფეხზე რო ვერ დავდექით, ზუსტად ეს პრობლემა არის. გერმანია მიიღო ლუსტრაციის კანონი, 60% მოსახლეობის იყო სპეცსამსახურების თანამშრომლები. არც ეს არ მიაღებინეს, არც არჩევით და არც დანიშნვით თანამდებობის პირებად, ანუ სახელმწიფო მართვაში მონაწილეობა. პრიბალტიკაში მიიღეს ეს. ლანდსბერგისი პირველი პრეზიდენტი თვითონ მიიღო ეს კანონი და აღმოჩნდა რომ თვითონ იყო აგენტი. დაწერა განცხადება და წავიდა. დღეს პრიბალტიკის ქვეყნები ევროპის შემადგენელი ნაწილი არის და განვითარებული ქვეყანა არის. ჩვენ ეს სადამდე უნდა ვითბინოთ ამდენი მამაძაღლი და ამდენი ბოდიში და ვირიშვილი, რომელიც თავზე გვაძის და დღესაც ვერ გამოსულა და ამ მდგომარეობიდან და იმის მაგივრად რომ გაჩუმდნენ და საერთოდ აორთქლდნენ კიდე და კიდე იქაჩებიან ხელისუფლებაში და დედაუტირეს ყველაფერს. აი ეს არის ბატონო კახა. ამიტომ არის ეს. შეხედე ჩვენ ისეთ საკითხს შევეხეთ. ეგ მძიმე საკითხი არის და უმძიმესი საკითხები ჩვენ ახლა რატოა უმძიმესი საკითხი? პატრიარქის სიკვდილი არის უმძიმესი საკითხი და აგერ ხალხი რო დახოცეს და არიძიებენ. ქეთინო გეჭაძე თავის ოფისში მიუტანეს მოწამლული წყალი დაუდგეს იქ. მისი და მისი შვილის მოწამლა უნდათ. ქეთინომ რომ მოსვა დააგდებინა თავის შვილს რო სვავდა იმ წყალს. ვინ მიუტანა წყალი? საიდან მიუტანა? ხო და აი დაწყებულია გამოძიება, მე მიაჩუმათ ეს. საიდან მიუტანეს და ოფიციალურ კომპანიამ მიუტანა იქ. მაგაშია ეს უბედურება, მე მაგას ვამბობ, რომ ამ ყლელობების გამოძიება არ ხდება. ფაქტია ეს ფაქტებზე საუბრობთ, ჰაერიდან კი არ მოდის ეს ყველაფერი. თემურ მიქაუტაძე საავადმყოფოში მივიდა კაცი და ოპერაციის სასწრაფო ოპერაცია საჭიროება და მიატოვეს ექიმებმა და აორტა გაუხეთქეს. ხო და ამიტომ ეს ყველაფერი ვაჟამ თავრიშვილი, კაცშვილმა არის რითი მოკდა, ისე უცბად გააქრეს ეს ადამიანი, იცით ვინ იყო ვაჟამ თავრიშვილი? 9 აპრილის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ეს თქვენ მის ჩამოთვალეთ რა იყო თქვენი ხალხი? პარტიის წევრები იყო? კი, პარტიის წევრები და პარტიასთან დაახლოებული პირები. და მაშინ თქვენ რატო ხართ ცოცხალი? რატო ვარ ცოცხალი? ხო, აი, თუ მოწამლაო დაჭირდება. არ ვიცი, მე არა ერთი. მოდიო, ლოგიკას გავყვეთ, ახლა რატო? კი ბატონო, რატო ვარ ცოცხალი? თქვენ ისეთ ადამიანებს მაინც მოძებნით მომავალ არჩევნებზე და შეკრიბავთ ისევ ხალხს. თქვენ რატო ხართ? თუ მოწამლა იქნება თქვენ მოგწამლა. კი ბატონო, გეტყვი რატო ვარ ცოცხალი? იმიტომ თავარი ფიგურა ხარ თქვენ ამ შემთხვევაში. გეტყვი არ ვარ თავარი ფიგურა, ესე პარტიიდან გამომდინარე. პარტიის თავარი ფიგურა არის მისი შემადგენელი ნაწილები, ხალხი. რომელსაც ეყრდნობა პარტიის თავმჯდომარე ხარ. კი, მე თავმჯდომარე ვარ და თუ ხალხი არ მეყოლა, გინდა ყოფილიყარ თავმჯდომარე და უჯარისკაცო გენერალი, რა გენერალია? მაგრამ დღეს ეს ხალხი შესაძლებელი იყო თავისთვის წასულიყო პარტიიდან, მაგრამ პარტია უნდა დაგეშალა? არა, რატო უნდა წასულიყო? არა, ნუ ხო შეიძლება გადიან პარტიიდან და შემოდიან. არსად არ გადიან, ერთი იდეა გვაწუხებ და ერთი იდეის გარშემო ვიყავით გაერთიანებული და შესაბამისად ამ იდეის მატარებლები აგერ დენიზა სუმბაძეც ჩვენი პარტიიდან იყიდა კენჭ და ჩვენ გვერდში მდგომი ქალბატონია. აი, პოლიციელმა ადგა და ხცოვან ქალბატონს ხელი კრა და ბერძზე გადარჩა. და ეს ფაქტი არა, აგერ? ქრისტეფორე წამალაიძის ბიჭი ახლა უბრალოდ მეუფე ქრისტეფორეს დიდ პატივს სცემ და ისე მოწამლეს რომ ახალგაზრდა ბიჭი სახში დავარდა ვერაფერი ვერ გაიგეს. და ზურაბ ჯორბენაძის დღეს, როდესაც ზურაბ ჯორბენაძე მოკვდა, იმ დღეს მეორე პარტიის წევრი მოგვიკვდა კიდე. ისიც გაურკვეველ სიტუაციაში. ლალი ბუნტურის ძმა. შეხედე. ორი პროკურორობის კანდიდატი ყავდა, ერთი იყო ზურაბ ჯორბენაძე, მეორე ლალი ბუნტური. მე ლალი ბუნტურს ძმა მოუკლეს ერთსა და იმავე დღეს. მე ახლა ამდენი დამთხოვები არ ვიცი. აი, შეხედე, მე მაქვს ჯორბენაძეს მიმართებაში მოსმენილი ამას ყვებოდა ბიჩაძე ზუსტად არ მახსოვს, რომ ჯორბენაძის ცოლი რო ამბობდა, რომ მე ვიყავი ოთახში, გამოვედა
ჯორბენაძე იყო ჩამოხვალი სადაც საგამოვედი. აი ასე ლაპარაკობდა მაგი. არა ის რას ლაპარაკობდა მაგაზე ხო არა იქნება ზეწოლა განახორციელეს იმ ქალბატონზე. ვინ რა იცის? და მე ჩამოხვსენიო. ამასაც კი ამბობდა. და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ როგორ უნდა ჩამოხსნათ? ნუ ეს ქალბატონი ამას ლაპარაკობდა. არა ის რას ლაპარაკობდა მაგაზე ხო არა ვინ რას ილაპარაკებს? ამას ჭირდება ექსპერტიზა დასკვნა. და ახლა მეორე საკითხი. ზურა ჯორბენაძის გასვენებაში ზურა ჯორბენაძე არ იყო რაღაც ჭიანჭველა რომ დაგემალა ხო ადამიანი იყო დამალეს და ეხლა ზურა ჯორბენაძის არც პანაშვიძე და არც გასვენებაში არც სასულიერო პირები ყოფილან მომისმინე კარგად და არც ის ახლობლები რომლებიც თავს იკლავდნენ რომ აი ზურა ჯორბენაძე ამისთანაა და ანუ გამოდის რომ ყველა დააშინეს ფაქტია გასვენებაში არ ყოფილან გარდა ახლო ნათესავების აჭარელი კაცი იყო და აჭარებს სხვა დამოკიდებულება აქვს ვინც არ უნდა ყო იქნებოდა სულ ყველა ახლო ნათესავების და სუსის თანამშრომლების მეტი არავინ არ ყოფილა ხო და ამიტომ ბევრი შეკითხვა ჩდება ამ ხელისუფლების მიმართ და კიდევ მეორე ნიკოლეიშვილის ნაირები თქვენ ბატონო გიორგი ფაქტებთან დაყრდნობით არ საუბრობთ ფაქტებია სამწუხაროდ ფაქტებია ნეტა არ იყოს ფაქტები არის ის რომ ხელისუფლება უმოქმედოა ამ საკითხებთან დაკავშირებით როგორ ეხლა ადამიანმა თავი თუ ჩამოიშვა ხელისუფლებამ რა გააკეთოს თო რაკნას ხელისუფლებამ ხო რაკნას დაიდება ალბათ ისა ექსპერტიზის დასკვნა რომ თავი ჩამოიხრჩო ხო და დაგვიდოს ხო და ეხლა მოვლენებსაც ვასწრებთ წინ რას ვასწრებთ მოვლენებს აქამდე ექსპერტიზის დასკვნა უნდა ყოფილიყო ეხლა ცოტა ხანში წყლის თავი იქნება ექსპერტიზის დასკვნების ერთად აგვიანდება ეხლა რაღაც არის პროცედურები არის ისეთი გასავლელი რომ არა ეხლა ასე ადვილად დაგიწერონ და დაგიდვან უცებ გიორგი კერვალიშვილის ქეთინო გეჯაძის ვაჟამთავრიშვილის თემურ მიქაუტაძის ხო მაგრამ კი მაგრამ ეს ხალხი ამათმა დახოცე კაცო სულ ყველა აბა მე დავხოცე და რა შეერჩოდა რა მე რა ვიცი რა შეერჩოდა აგერ არიან და რა ფიგურა ეს ხალხი იყო ან რა ინფორმაციას ფლობდნენ ესენი რომ ეს ხალხი ამათმა ქეთინო გეჯაძე რა ფიგურა იყო ქეთინო გეჯაძე იყო მედიკოსთა კავშირის პრეზიდენტი არა ეგ რა იყო თანამდებობას არ ვიცახი კაცო რა ინფორმაციას ფლობდნენ ისეც რომ ეს ხალხი უნდა მოეკლა ვიღაცას ხო და მაგ ინფორმაცია მე რო ვიცოდე მე სულ ვიქნები შეიძლება შენც იცი რამე ინფორმაცია არ ვიცი მაგრამ რამე ინფორმაცია როგორ არის რა ხელს ვადებს უყველას არა ეგ ცოტა მტკიცებულების გარეშე ადებ ახლა ხელს ამ არ ვადებ მტკიცებულების გარეშე მტკიცებულებით ვადებ რა გაქვს მტკიცებულება მტკიცებულება რა ხო აი რა მტკიცებულება როგორ არა ახლა თქვენ ეხლა მტკიცებულება რა არის ჯორბენაძე მეს თქვა ეს მითხრა ეს მტკიცებულება არა ეს ერთი ეს გავაგზელოთ არა დამამთავრები ბატონო გიორგი ჩვენ კომისიაში შევედით ცოტა არა შევიდეთ უნდა შევიდეთ და თქვენი მე ჩემსაც გეტყვით დებატებში შევედით ახლა ჩვენ მაგრამ მე მინდა რომ შემოვიდე ახლა დებატებში იმიტომ რომ მაყურებელთან გვაქვს ჩვენ ახლა საქმე საზოგადოება გვიყურებს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს ხო კი ბატონო უნდა იცოდეს ოღონდ სიმართლე ახლა დავიწყოთ აქედან თქვენ ამბობთ რომ ჯორბენაძე მეს მითხრა არა მტკიცებული ეს სიტყვები ნათქვამი მეორე ვიღაცამ რაღაცა პარლამენტის წინ დაეცა და მოკვდა ეს შეიძლება იყოს გული დაავადება მე წეხანაც გითხარით რომ საგამოსტო პრაიმაზე გადიოდა ადამიანი და ჩვეულებრივად დაავადების გულმა დაარტყა და მოკვდა იმას არნიშნავს რომ ვიღაცა მოკლა ის ხო მოდი ეს დავიწყოთ აქედან მე კიდევ ვიღაცაზე ანუ ბრალდებას აყენებთ ვიღაცაზე კიდე მოკვდა და მოკლეს და ესეთ ვიღაცამ წყალი დალია და მოკვდა კი ხო ანუ ხო შეიძლება წყალი დალია ადამიანმა რომ დამთხევა იყო და მოკვდა ხო დამთხევითი საგაინცხო შეიძლება ექიმიკაცი ბრძანდებით ახლა შეიძლება დამთხევა არის შეიძლება გულით ხვდებოდი ახლა მაგრამ შეიძლება დამთხევით წყალი დავლიო და მოუკვდი კი მაგრამ ამდენი დამთხეულის საიდან ამდენი დამთხევები ამდენი დამთხეულები აი მაგალითად მითხარი აქედან დავიწყოთ ჩვენ ახლა მე დასასრულისკენ უნდა წავშულიყავი გადაცემის მაგრამ მე თქვენ წამიყვანეთ უკვე გაგრძელებადზე მოდი გულით დაავადებული ადამიანი მოკვდა რაღაცა ხო შეიძლება ჭამის დროს მოკვდეს ადამიანი მაგრამ ვიღაცამ ხო არ მოკლა კაცო კი ბატონო
წინაპირობა ეხლა აქტიური ადამიანი აი მაგალითად გიორგი კერვალიშვილი როდესაც პარლამენტის წინ მოკვდა ვიღაცა გამლელი ეჩხუბა ხო და მოკლა არ ვიცი არა მოკლა ვიდეო ჩანაწერი მინდა ვიდეო შეიძლება მე და შენაც ვისპოროთ ხვალ რაღაცა ვისპოროთ ახლა ვსპოროთ მაგრამ მე თუ მოხდი შენი ბრალია კაცო მე ეგა არა ჩემო კარგო ნახე რა არის მე და მისი მეუღლე ითხოვს ვიდეო ჩანაწერს რა მოხდა იქ მაინტერესებს თუ სასამართლო დაინტერესდებოდა პროკურატურა ვის სასამართლო რა პროკურატურა თაროებზეა შემოდებული ხო მაგრამ ეხლა არა შეხედე ეს ქალბატონი მეუღლე როგორ ითხოვს სასამართლოს მიმართა პროკურატურას სასამართლოს უნდა მე პროკურატურას პოლიციაში არის გამოძიება ახლა დავიწყოთ რამდენი ადამიანი რუსთაველზე კაცი არა დაკითხული ბიჭო რას მელაპარაკები კაცი ჩვენება არა ჩამორთმეული პოლიციას კაცი მოკდა პარლამენტის კიდევ მეორე პარლამენტის რას აბა ვინა შუაში პროკურატურამ დაავალა პოლიციას გამოსაძიებლად თაწმინდის რაიონის პოლიციის გამოძიებელი იძიებს ამას ხო და კიდევ მეორე ხალხო რას მელაპარაკები გამომძიებელს არა ერთი კაცი არ ყავს დაკითხული ერთი კაცი არ ყავს პარლამენტის კაცი მოკდა და თვითმხილველი არავინ არ ყავს გამოკითხული რას მელაპარაკები პარლამენტის რა ხდებოდა მაშინ ფასკა რა ხდებოდა აქცია რო იყო იქა 14 ნოემბერი იყო და 14 ნოემბერი რა დღე არის თუ იცი 14 ნოემბერი არის უზენაესი საბჭოს პირველი სესიის ჩატარების დღე. ამ დღესთან დაკავშირებით იყვნენ შეკრებილები იქ. ანუ აპროტესტებდნენ? აღნიშნავდნენ ამ დღეს, კი არა აპროტესტებდნენ. აღნიშნავდნენ ამ დღეს, რომ ამ დღეს უზენაესი საბჭო შეიკრიბა და პირველი სესია ჩაატარა. ეს დღე არის. და ამასთან დაკავშირებით ახლა გიორგი კერვალიშვილი უცბად გახდა ცუდა და მოკვდა ინერვიულა? ხო შეიძლება ადამიანი კაცო ყველაფერი შეიძლება კიდევ ვიმეორებ ყველაფერი შეიძლება და რატო უნდა მოეკლათ გიორგი კერვალიშვილი რატო უნდა მოეკლათ მაგაზია პასუხი არ ვიცი ინფორმაციას ფლობდა რა ინფორმაციას არ ვიცი რა ინფორმაციას მან და მაინც მოკლეს რატო კი ხო შეეძლოთ სხვაგან მოეკლათ ზურა ჯორბენაძე რატო მოკლეს მაინ და მაინც სადღესა ქრისტიანული სადღესასწაულო დღეს რატო მოკლეს ზურაბ ჯორბენაძეზე რატო იძახი მოკლესო მტკიცებულება არა გაქვს ბატონო გიორგი ვისი კაცო სასულიერო პირი რომელიც თვლის რომ თვითმკვლელობა არის ყველაზე დიდი სასჯელი და ყველაზე დიდი დანაშაული ის იხჩობს თავს ნუ შეიძლება ახლა რა ვიცი ადამიანს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან სკამზე ფეხის შედგმა არ შეეძლო ვერ დგებოდა იმიტომ რომ წონაში მოიმატა გარკვეული პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობის მხრივ ხო და ამიტომ ყველაფერი ამაზე როდესაც საუბრობთ და არ კეთდება შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები. ჩვენ ამას დავარქვათ დაშვებები. თქვენ უშვებთ ამას. და ანუ დაშვებას აკეთებთ. უშვებთ, კითხვები გამიჩნდა. კაცო, თქვენ ხო იყავით გაშვენებაში? ვიყავი. იყო ჩამოხრჩვალი თუ არა ეს კაცი თქვენ ვერ გაიგებთ? არ ქონდა კისერზე რო ახლოს მივედი და ნახე არანაირი სარეთყობოდა. არ ქონდა კისერზე არაფერი. ამასთან ერთად კაც აქ რამოდენიმე ეკლესია აშენებული, არც ერთ ეკლესიაში არ დაასვენეს კაცი. ეჭვი არავის არ გაუჩნდა რომ სასულიერო პირები აღნიშნეს რომ ის თავი ჩამოიქცო. თუ გამოძიება მიმდინარეობს და არა დამტკიცებული თავი ჩამოიქცო თუ რა მოუვიდა იმ კაცს. რატო ჩათვალა უყოლავ რომ თავი ჩამოიქცო? არ ვიცი ახლა მე თავი ჩამოიქცო თუ მოკლეს მაგრამ ამას რატო უშვებთ ხალხო რომ იმან თავი ჩამოიქცო იქნება ის მოკლეს და საერთოდ არ ყოფილა თოქზე ჩამოკიდებული. ნაციონალების დროს ვინ იყო ჯორბენაძე? ჯორბენაძე ვინ იყო? ჯორბენაძე სხვათა შორის ნაციონალ კუდის კონტრდაზვერის უფროსის მოადგილე იყო და მაგ დანიშნეს მას შემდეგ რაც ჯერ დაიჭირეს, აწამეს და მერე დანიშნეს მაგ თანამდებობაზე რო ეკონტროლებია და მას ემუშავა იმაზე რომ ქართულ ოცნებაში ჩაენერგა ეს ხალხი და ქართული ოცნება რომ მოვიდა ორჯერ ჩვენება მისცა გენპროკურატურას 2013 წელს, 2015 წელს პროკურორებზე, მოსამართლეებზე და არავინ არ დაუჯია და დაჯდას ვინჩივის კაცო, არც გამოთავისუფლებიათ. ამაზეა საუბარი. ვინა ის პიროვნება, რომლის ძმამაც შექმნა მთელი ეს სასამართლო სისტემა. ხო, მაგრამ ეხლა მე ვერ ვიტყვი რომ ჯორბენაძე მოკლეს. ან ჭირდებოდათ ჯორბენაძის მოკლე ეხლა მე ვერ წარმოვიდგენ ამას არც
ინფორმაცია ქონდა, მაგას არაფერი არ ქონდა, მაგი რაღაცას ყვებოდა და უნდა სულ რაღაც ხო, თავი რატომ მოიგლა? ნუ რაღაც ქონდა წინაპირობა ეთქვა. რა, აი რა პირობა? მე ვერ ვიტყვი რა ქონდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ახლა შეიძლება დღეს ადამიანი ესე საუბრობდეს, მაგრამ ხვალ არ იყოს ის 3 დღით ადრე შევხვდი ვისაუბრეთ პარტიის განვითარებასთან დაკავშირებით. წევრები უნდა მოიყვანა ვისთანაც ერთადაც შემდგომში გავაგრძელებდით მუშაობას. ამაზე იყო საუბარი. და მაგ პერიოდში მითხრა ზუსტად ის, რომ საპატრიარქოდან ის ვიდეო ჩანაწერები ქონდა და გაშუქებას აპირებდა. ვიღაც ჟურნალისტს უნდა შეხვედრო და არ მითხრა არაფრის დიდებით მისი სახელი. და არ ვიცი შემდგომ რა მოხდა. 3 დღის შემდეგ მოხდა ეს რაც მოხდა. ბატონო გიორგი, ჩვენ დასასრულისკენ წავედით. კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია შემდგომში კიდე ეს არის ძალიან მძიმე ბრალდებები თქვენ რასაც ყვებით და მტკიცებულების გარეშე საუბრობთ ამას და ამ გადაცემის დამთავრების შემდეგ შეიძლება მართლა დაგირეკონ პროკურატურიდან. დამირეკონ, აი პროკურატურას ვეხვერწები პირველი დღიდანვე დამირეკეთ, დამკითხეთ. არა მარტო ზურაბ ჯორბენაძეზე, თავდაცვის სამინისტროდან რო წამოვედი, იმის შემდეგ ვეხვერწები. და ერთადერთი კაცი 2010 წელს მიშა სააკაშვილი რომ მოხსენი და ოფიციალურად გაზეთში გამოუწერე. მაშინაც კი არ დაუბარებდივარ რომ დავეკითხე საერთოდ რა გინდაო. რა გინდა, აი შეკითხვაც არ დაუსვიათ. აი რაღაცა ხომ უნდა იყოს ამ ქვეყანაში. რა გინდა ის მაინც შემკითხოდნენ. და აგერ ვსვავ და ამას დავამატოთ კიდე COVID გარდაცვლილები. მეტი რო არ ვისაუბრო, 17000 კაცია. ნუ მაგაზე აღარ გადავიდეთ, ეხლა COVID გარდაცვლილებზე, იმიტომ რომ მე პარტიასთან დაახლოებულ კონკრეტულ პიროვნებებზე ვსაუბრობ. ახლა COVID გარდაცვლილებში შედის რამოდენიმე ჩვენი პარტიის წევრი, რომელიც საავადმყოფოში მივიდა სახსალამათი წაართვეს ტელეფონი და მეორე დღეს ცელოფანში გახვეული ისე რომ კუბოშიც არ ჩადეს, ისე ჩააგდეს მიწაში და ახლა რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ერთ ისე ჩააგდეს COVID ბოლომდე ვერ დაუდასტურეს, რომ COVID იქონდა. მოდი ჩვენ ბატონო გიორგი დავემშვიდობოთ. დროებით დავემშვიდობოთ მაყურებელს. დიდი მადლობა ბატონო კახა რომელსაც საშუალება. მადლობა, ეს არა უშავს. მე კიდე მოგცემთ საშუალებას თუ მტკიცებულებას მოიტანთ, მტკიცებულებას დავდებთ და ისევე საუბრებით საზოგადოებას. რა თქმა უნდა ბატონო კახა. ჩვენ შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ საზოგადოება ეს არ შევყავს შეცდომაში არ შევყავს. აი მე მაგალითად პირდაპირ ვიტყვი რომ შეცდომა არის ჩვენ პატრიარქზე ილია მეორეზე, რომელიც ის დიდი მძიმე ბრალდება თქვენს თქვი მე ეს ეჭვი გამიშთა მას შემდეგ. არა, ნუ ეჭვის დონეზე არ უნდა ვისაუბროთ, ეჭვი არა, ბატონო გიორგი. არა, ეჭვი არის, იმიტომ რომ მტკიცებულებას როდესაც არ მაჩვენებენ და მიმალავენ, უკვე ეჭვი მტკიცებულებაში გადის. ხო და მოდი მოვლენებს ნუ გავასწრებ. არ ვასწრებ. დაველოდოთ, შეიძლება გამოამჟღავნონ ყველაფერი ახლა. ხო და გამოამჟღავნონ მე. სახელმწიფო დონეზე არის ახლა გაკეთდა. ხო, მე უნდა გააკეთონ. გააკეთებენ, რატო არ გააკეთებენ? არაფერი არაა დასამალი. არა დასამალი. იმიტომ რითინაც გარდაიცვალა პატრიარქი, ითქვა თქვენს ექიმებიც გამოვიდნენ და არ უთქვიათ, რითი გარდაიცვალა პატრიარქი. არავის არ უთქვია. მე კომპეტენტურ ადამიანს ვამბობ, ახლა ეს რა ქვია, ქალაქის მერი რო გამოვა და ვიღაცა ის გამოვა, ის არ მაინტერესებს. მე მჭირდება სპეციალისტი, რომელიც დასკვნას დადებს, რომ ეს ადამიანი მოკვდა ამით. ესა მისი გარდაცვალების მიზეზი და არა ის. იმისი არ იყო ეს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ცნობა გასცეს და თუნდაც ხოფში მოკვდა რა ზვიად გამსახურდია თუ რაღაც. აი დავამთავროთ, იმიტომ დრო გადაგვისთა და დავემშვიდობებთ პატივცემულ ტელემაყურებლებს და მომავალ ხუთშაბათამდე გისურვებთ კარგ კვირას. ძალიან დიდ ბოდიშს მოგიხდით თუ ემოციური გადაცემა გამოვიდა და მე ვფიქრობ მართლა ემოციური გადაცემა გამოვიდა. ხანერად არც იქნებოდა ეს გადაცემა. მე არ ვიცი. მე ვფიქრობ რომ შეუნდა დაგიბარონ პროკურატურაში აი ამ მეც ვეთანხმები. უნდა დამიბარონ. ანუ მოლოდინში იყავ. მოლოდინში ამ ხნის გამო ვეხვერწები და კარგად ბრძანდებოდეთ.